სახელითა მამისაითა დაძისაითა და წმინდისა სულისაითა ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი რაც ადამიანს აქვს ეს არის ის რომ ჩვენ ვარსებობთ ეს იმხელა სასწაულია იმდენად ვართ მიჩვეულები ჩვენს არსებობას სამყაროს არსებობას რომ როდესაც ამ არსებობაში რაღაც ისი არ არის როგორც ჩვენ გსურს და გვინდა მე ვიწყებთ წუწუნს გვაქვს პრეტენზიები ჩვენ თავს კარგავთ საერთოდ არსებობა მას ფილოსოფიურად კინოფიზიკის ენაზე ყოფიერება ქვია არსებობა ერთ-ერთი დიდი საიდუმლოებაა თვით მეცნიერებაშიც კი ფიზიკოსებიც ესე ამბობენ ხოლმე რომ აი რატომ არის რომ ეს ყველაფერი არსებობს და რატომ არ არის ისე რომ არაფერიც არ არსებობდეს უკვე ის ფაქტი რომ არსებობს ჩვენგან დამოუკიდებლად გარდა ამისა ჩვენ ადამიანები ვართ და არავის არ უკითხავს ჩვენთვის ადამიანებად მოვიდოდით თუ სხვა არსებებად არავის არ უკითხავს ჩვენთვის რომ ღვთის ხატნი ვიქნებოდით თუ არ ვიქნებოდით არავის არ უკითხავს ჩვენთვის როდის დავიბადებოდით რა გარემოში რა გვარიშვილობა გვექნებოდა და ასე შემდეგ შეიძლება არც არაფერი არ ყოფილიყო მაგრამ ეს ყოველივე არის მაგრამ არის ისეთი როგორიც არის და არა ისეთი როგორიც ჩვენ შეიძლება გვინდოდეს არა ისეთი რომელიც შეიძლება ჩვენს ოცნებებში შევქმნათ ხოლმე საერთოდ ოცნება იცით რომ ცოდვა ხშირად უყრის ხოლმე ახალ მოქცეულ ქრისტიანს რატომ არის ოცნება ცოდვა იმიტომ არის რომ შენ ვერ იღებ იმას რაც ღმერთმა მოგცა რაც ღმერთმა შექმნა არამედ ვერ იღებ რა შენ ქმნი ოღონ შენს წარმოსახვაში ეს უბადრუკი შექმნა უბადრუკი შემოქმედებაა იმიტომ რომ სინამდვილეში ის არ არსებობს მხოლოდ შენი წარმოსახვის ნაყოფია და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე რომ არის ის რაც არის და სხვა არაფერი არ არის აქედან გამომდინარე უნდა მივიღოთ ის როგორიც არის და როგორია ეს სამყარო ადამიანისათვის ეს სამყარო ადამიანისათვის იმგვარია რომ ამ სამყაროში გარკვეული წესები და კანონები არსებობენ ეს წესები და კანონები არა მარტო ფიზიკურ სფეროს განეკუთვნება და მატერიალურს არამედ ზნეობრივს და ზნეობა არსებობს მე ზნეობა იმიტომ ვახსენე და დღეს იმიტომ მინდა რომ არ დამიწყებია დღეს ჯვრის ამაღლების დღესასწაულია ჩვენ რა თქმა უნდა ჯვრის ამაღლებაზეც ვისაუბრებთ მაგრამ ზნეობაზე შემთხვევით არ დავიწყე საუბარი და იმაზე რომ ეს ცხოვრება ეს სამყარო ისეთად არის მოწყობილი რომ ზნეობრივი კანონი არსებობს ზნეობა როგორც ასეთი არსებობს როგორც მოცემულობა თითოეული ადამიანის სულში თითოეული ადამიანის გულშია გამოწერილი ეს როგორც თავის დროზე მოსეს მიეცა ეს ფიცრები სადაც ღვთის მიერ იყო დაწერილი ცნებები რომელთაც უნდა ეცხოვრათ მაშინ ადამიანებს ასევე არის მოცემული ოღონ ჩვენშია გამოწერილი არა ფიცრებზე ქვის ფიცარზე არამედ გულზე და შემთხვევით არ ვახსენებ მე დღეს და არ დავიწყე დღეს საუბარი სწორედ იმით რომ არსებობს ზნეობრივი კანონი რომელიც არის ამ სოფლის ამ სამყაროს არსებობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ რომლის გარეშე ეს სამყარო უბრალოდ არ შეიქმნებოდა იმიტომ ვახსენე რომ დღეს გარდა იმისა რომ ჯვრის ამაღლების დღეა დღეს არის წმინდა იონე ოქროპირის ხსენებაც მისი გარდაცვალების დღეა დღეს წმინდა იონე ოქროპირი ვისაც მისი ცხოვრება წაკითხული გაქვთ მე მინდა იმედი ვიქონიო რომ ყველა მეტნაკლებად იცნობს მის ცხოვრებას იმიტომ რომ როგორ შეიძლება რომ არ იცოდე იმ ადამიანის შესახებ თუ ვინ იყო როგორ ცხოვრობდა როგორ იტანჯა რატომ არის წმინდანი რომლის ღვთაებრივი ხო გვეძლევა ადამიანთან ერთად ანუ ადამიანი არის გამტარი ღვთაებრივისა და რომლის ამ აქედან გამომდინარე ვამბობ რომლის მადლითა და წყალობითა და ღვაწლით
ყოველთვის ეზიარებით, იმიტომ რომ ძირითადად წმინდა იოანე ოქროპირის წირვას ესწრებით. როგორ შეიძლება არ გვაინტერესებდეს. ამიტომ მე იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენ ვიცით და თუ არ ვიცით, აუცილებლად უნდა გავიცნოთ, როგორი იყო მისი ცხოვრება. იგი ზნეობის ქადაგებლად ითვლება და უზნეობასთან ბრძოლას შეეწირა, ისე როგორც იოანე ნათლისმცემელი შეეწირა უზნეობასთან ბრძოლას. ისე როგორც ევდემოს კათოლიკოსი შეეწერა უზნეობასთან ბრძოლას და მრავალი ქრისტიანი, ჩვენ ვიცით, რომ ქრისტიანობა არ ნიშნავს მარტო დოგმატების სიწმინდის დაცვას, არამედ ქრისტიანობა იმასაც ნიშნავს, რომ ზნეობისათვის იბრძოლო, უზნეობას არ შეეგუო და შინაგანი ამბოხი გქონდეს. დიახ, ეს სამყარო ვერ იარსებებს, თუ ზნეობრივი ნორმები მეტნაკლებად დასული არ იქნება და როცა დადგება ის დრო, როდესაც და ეს დრო ძალიან ახლოს არის, თქვენ ხომ ხედავთ, რომ ცოდვა აღარ არსებობს მთელ რიგ საზოგადოების მთელ რიგ ფენებში, ცოდვა როგორც არსებობს, ცოდვის დეფინიცია დაიკარგა, აღარ არსებობს ცოდვა. მეცაც ვიტყვი, საერთოდ ბოროტებისა და სიკეთის ცნებები არის აღრეული. აქედან გამომდინარე ყველაფერი თუ რაიმე სიკეთის მატარებელია, თვით სიტყვაც კი, მათ შორის სიყვარული, თავისუფლება, ყველაფერი აღრეული. ეს საერთოდ ესია, მას შემდეგ რაც ადამიანი ცოდვა დაეცა და პირველი შვილი ადამისა კაენი უკვე მკვლელია და იგი კაენი არის გაზრდილი იმ მშობლებისა, რომლებიც სამოთხეში ცხოვრობდნენ, რომლებმაც ღმერთი იცოდნენ და თავისთავად ცხადია, კაენმა მათი გადმოცემით იცოდა ღმერთი. გაცილებით უკეთ ვიდრე ჩვენ შეიძლება ეს ვიცოდეთ. მაგრამ აი კაენი მკვლელი. ასე რომ დაწყებული კაენიდან დღევანდელ დღემდე ზნეობა იდრგუნება უზნეობის მიერ, ამასოფლის სულის მიერ, მაგრამ რას დრო გადის, ეს უფრო და უფრო საშნელ ფორმებს იღებს და მასიური ხდება. ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ზოგადად და კონკრეტულად ჩვენთვის დღევანდელ დღეს, ჯვრის ამაღლების დღეს, იმიტომ რომ დღეს არის გარდაცვალება იოანე ოქროპირისა, რომელიც ბუნებრივი სიკვდილით არ გარდაცვლილა. ის რომ ბუნებრივი სიკვდილით გარდაცვლილიყო, სხვა საკითხია, მაგრამ იგი ფაქტურად მოკლეს, შეიძლება ასე ითქვას. და მოკლეს არა წარმართებმა, არამედ მართლმადიდებელმა ოჯახმა, ცხებულმა ოჯახმა ბიზანტიის ხელისუფლებას გულისხმობ. და ისინი ურწმუნონი არ იყვნენ. არკადი არ იყო ურწმუნო იმპერატორი. სხვათა შორის არკადის ბავშვობას უკავშირდება ათონზე ვადოპედის მონასტერი. ვადოპედი ნიშნავს ბავშვი ბუჩქთან. ამ ბუჩქთან ბავშვი. და სწორედ არკადი იპოვეს სასწაულებრივად იხსნა იგი ღმერთმა სიკვდილისაგან და ბუჩქთან იპოვეს და იმის შემდეგ იქ მონასტერი გაკეთდა. ასე რომ ეს ადამიანი არ იყო უცხო სარწმუნოებისათვის, არც მისთვის არ იყო რწმენა უცხო, მაგრამ აი ნახეთ, როგორ გაწირა ეს დიდი მამა და არა მარტო მან გაწირა, არამედ საეკლესიო უმაღლესმა ხელისუფლებამ გაწირა. მათ შორის ალექსანდრიის პატრიარქმა გაწირა. მათ შორის ამ მის გამწირველებს შორის იყვნენ წმინდანებიც კი, მაგალითად ეპიფანე კვიპრელი. და შემდგომში მისი და ასევე სამწუხაროდ დამავიწყდა კირილე ალექსანდრიელი, ასევე წმინდანად შერაცხილი, მის გამწირველებს შორის. მეცაც გეტყვით, როდესაც კირილე როცა იყო დიაკონი, თეოფილეს ძმისშვილი იყო. კირილე იყო დიაკონი, როდესაც იოანე ოქროპირი განკვეთა ეკლესიამ. სასაცილოა, ხო, დღეს სასაცილო ჟღერს. მაგრამ როდესაც შემდგომში უკვე მოხდა რეაბილიტაცია, ესე რომ ვთქვათ, ეს თანამედროვე სიტყვა რო ვიხმარო და მალე წმინდანათად შერაცხეს, წმინდა იოანე ოქროპირი როცა დააბრუნეს, მისი ნეშტი როცა დააბრუნეს, მისი წმინდა სხეული როცა დააბრუნეს ბიზანტიაში, გვახსოვს კირილე ამ წმინდანის სიტყვები, თუ იოანე არის ეპისკოპოსი, მაშინ იუდა მოციქული. გესმით რა დამოკიდებულებაა? როგორ არ ესმით, როგორ ვერ ხვდებიან წმინდანებსაც კი როგორ ეშლებათ. რატომ? ადამიანის დაცემულ ბუნებაშია მიზეზის საძიებელი, მაგრამ არა მარტო. არა მარტო, იმიტომ რომ წმინდანობასაც ხარისხი აქვს და იოანეს ხარისხი წმინდანობისა ისეთი დიდი იყო. იმდენად დიადია ის, როგორც ადამიანი თავისი გულმხურვალებით. პავლე მოციქულზე რომ ამბობს, რომ მისნაირი აღარ დაბადებულა, ის იყო ცეცხლი, მიწიდან ზეცად ატყორცნილი. შეიძლება ითქვას, რომ იოანე იყო პავლესნაირი. და ეს ზნეობის მასწავლებელი, რომელიც უზნეობასთან ბრძოლას შეეწირა, საქართველოში გარდაიცვალა
იგი ფაქტიურად იქნა მოკლული ამ დევნილობის ჟამს, იმიტომ რომ ვერ გაუძლო მისმა დაუძლურებულმა სხეულმა ადამიანურმა ბუნებამ და იგი გარდაიცვალა დღევანდელ დღეს. დღეს ჩვენი ტაძრის დღესასწაულია. ამიტომ განსაკუთრებულად ხაზს უსვავ იოანე ოქროპირის და ამავე დროს დღეს ჩვენ ვიცით ჩვენი ერის ტრაგედიაც რომ არის. ერთ-ერთი ტრაგედიებს ჩვენ ერში დასასრული არ აქვს, ფიზიკურს თუ ფსიქოლოგიურს თუ სულიერს. ამიტომ ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია და მინდა რომ აი ამგვარი კავშირით ვიფიქრო მეცა და ერთად ვიფიქრო. რა არის ზნეობა საერთოდ? ანუ ის მოცემულობა, რომელთაც ჩვენ ცხოვრობ და რომელსაგანაც გასახანი ჩვენ არ აგვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ზნეობას ხაზი გადაუსვეს, იგი მაინც არსებობს. იგი მაინც არის. და მისით განისჯება კაცობრიობა. ზნეობით ხვდება ადამიანი ჭეშმარიტებას და ზნეობრივი კანონის აღსრულებით ხვდება ადამიანი, რომ ღმერთი არის და ის ადამიანად მოვიდა. რომ მართლმადიდებლობა არის ჭეშმარიტება ერთადერთი ზნეობრივი კანონის ზედმიწევნითი აღსრულებით ხვდება ადამიანი ამას ნებისმიერი, მათ შორის წარმართულ გარემოში დაბადებული და აღზრდილიც, რომლის მაგალითები უამრავია. და მაინც რა არის ზნეობა? ჩვენ შეიძლება გვიფიქრია აი ამაზე რა არის ზნეობა. შეიძლება არ გვიფიქრია, მაგრამ თუ არ გვიფიქრია ცუდია და თუ გვიფიქრია კარგია, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება გვიფიქრია არც ისე იოლია იმის გაგება თუ რა არის ეს ზნეობრივი კანონი. ერთ-ერთი რაც შეიძლება ითქვას, თქვა საფიქრალად ვიტყვით, ერთ-ერთი რაც შეიძლება ითქვას, ეს არის სიკეთისა და ბოროტების გარჩევის უნარი. შეიძლება ვიღაცამ წამოიძახოს, რომ კი, მაგრამ მამაო, ეს ხო ადვილია, გასაგებია, ვიცით რა არის კეთილი, რა არის ბოროტი და ამის გარჩევას რა უნდა? როგორ არ უნდა? არ შეგხვედრიათ ადამიანი, რომელიც შავზე თეთრს ამბობს და პირიქით ზნეობრივ კატეგორიებს გულისხმობ? არ გინახავთ, არ გაგიგიათ, რომ ვერ იგებს ადამიანი, რომ დაბრმავებულია და ჩვენს რამდენჯერ ყოფილვართ ამგვარად დაბრმავებული, გავიხსენოთ ჩვენი თუნდაც წარსული ჩვენი, რომლებიც ჩვენ ვიყავით, ასევე სხვა არა, როცა ჩვენ ვერ ხვდებოდით სად არის სიმართლე და სად არის უსამართლო. ზნეობა კიდევ რა არის? ეს არის, ანუ მე იმის გვამინდა, რომ არც ისე იოლია გაარჩიო კეთილი ბოროტისაგან. არც ისე იოლია ეს. იმიტომ რომ სიკეთესა და ბოროტებაც ეს ის სიკეთეს პირველადი კატეგორია, რომელიც არ განიმორტება. ბოროტება მისგან მოკლება, ასე რომ თუ კავშირი არ აქვს წყაროსთან სიკეთისა, შეიძლება ვერც კი მიხვდე რა არის კეთილი და რა არის ბოროტი. უკეთეს შემთხვევაში პირუტყვის დონეზე მიხვდე, როდესაც ცხოველმა იცის მისთვის კარგი რა არის და მისთვის ცუდი რა არის და ჯოგურ ინსტინქტს რომ არის აყოლილი, იქ შეიძლება მიხვდეს ადამიანი. გარდა ამისა, სინდისზე ყურის მიგდება ასევე შეიძლება ითქვას არის ზნეობა. ეს რომ ადვილი არ არის, ხომ კარგად ვიცით. რამდენჯერ ყოფილა რომ ჩვენ ძალიან გვიჭირს რომ სინდისის მიხედვით ვიცხოვროთ. რამდენი ადამიანი არსებობს ქვეყანაზე, როცა გაგვიგია ისტორიულად, მოდი ჩვენ ესე ზოგადად ვთქვათ, რომ არავინ არ განვიკითხოთ, რომლებიც უსინდისოდ ცხოვრობდნენ. ისტორიაში ვიცით, რამდენჯერ ყოფილა მე რომ უსინდისოდ გამიკეთებია რაიმე და შემდეგ წლები გასულა და დღემდე ვერ მომინელებია ის ტკივილი, რომელიც ჩემმა უსინდისობამ ჩამადენინა. თუ ადამიანს სინდისი აქვს და აქვს, ვიცით, რატომ ხდება, რომ ჩვენ მას ყურადღებას არ ვაქცევთ და საკუთარ თავს ვატანჯვინებთ და მე რო აღარ დაგტანჯოს, მე ისე ვგუნავთ, ისე ვფუთავთ, რომ მასაც კი ვატყვილებთ, საკუთარ სინდისაც კი ვატყვილებთ და ესეთ მზაკრობას ჩავდივართ. იმიტომ რომ სინდისის მიხედვით ცხოვრება არ არის ადვილი. და ყური რომ მიუგდო არ არის ადვილი და ახლა გამომდინარე ზნეობრივი ცხოვრებაც არ არის ადვილი. როდესაც მეტნაკლებად სინდისის მიხედვით ცხოვრობს ადამიანი და სიკეთესა და ბოროტების გარჩევის უნარი ეძლევა, შემდეგ ეს სიკეთე მან უნდა აირჩიოს, არა მარტო გაარჩიოს, არამედ აირჩიოს. და ვერ აირჩევს სიკეთეს თუ მას არ ექნება შეუგუებლობა ბოროტებისადმი. და ბრძოლის უნარი და სურვილი არჩეული სიკეთის განხორციელებისათვის. ჩვენ ძალიან ხშირად ხვდებით რა არის და კეთილი და ბოროტი, ძალიან ხშირად პიროვნულად ვირჩევთ, არა, მე კეთილი მინდა, მაგრამ როგორც კი ამ არჩევანს ვაკეთებთ, ისეთი უსუსურნი აღმოჩნდებით ხოლმე ბოროტებასთან ბრძოლაში. ეს ძალიან კარგად ვიცით საკუთარი თავიდან გამომდინარე, მე პირველ რიგში საკუთარ თავზე საუბრობ. მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ჩვენ არა გვაქვს უნარი, რომ სიკეთეს უერთგულოთ, ეს არის შეგუება ბოროტებასთან. აი რაც ვერ მოახერხა იოანე ოქროპირი. იოანე ოქროპირის ის სიტყვები, როდესაც ის
ცნობილი სიტყვებია მისი ისე ვროკავს სალომეა და ისე ვითხოვენ იონა ნათლისმცემლის თავს ეს სიტყვები წარმოთქვა მაშინ დედოფლის გასაგონად როდესაც მის სიცოცხლე საფრთხე ემუქრებოდა მაგრამ ვერ მოითმინა წმინდა იოანე რომ არ ემხილებინა სამეფო კარის უზნეობა ისე როგორც იოანე ნათლისმცემელი რა ხშირად მithქვია ახლა იროდი და იროდია და რამეს გაიგებდნენ თუ რა ამხილებისა რატომ მოხდა რომ ამხილა ჯერ ერთი ვალდებულად ჩათვალა საკუთარი თავი ალბათ ესე ვთქვათ მოდი იმიტომ რომ სამეფო ხელისუფლებას სხვას ცუდ მაგალითს აძლევდა მაგრამ მე მაინც მგონია რომ თავარი მიზეზი იმისა რომ იოანე ოქროპირი უზნეო მეფისა და უზნეო დედაკაცების შეიძლება ასე ვთქვას მეძავი დედაკაცების ბილწნებას შეეწირა ეს დიდი ადამიანი ყველაზე ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მე მაინც ვფიქრობ ის იყო რომ მას უბრალოდ არ შეეძლო რომ მოეთმინა უზნეობა მას ჰქონდა შინაგანი ამბოხი შეუგუებლობა აი ეს არის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა იმისა რომ ჩვენ სიკეთის ხარეზე დავდგეთ ხშირად მithქვავს რომ იმისათვის რომ შენ ქრისტიანი იყო ანუ გიყვარდეს ღმერთი ერთ-ერთი აუცილებელი პირობა არის ის რომ შენ გქონდეს სიძულვილის უნარი სიძულვილის ბოროტებისა თუ ეს არ აგაქვს, თუ შენ შეგიძლია შემწყნარებელი იყო ბოროტებასთან, როგორ შეიყვარებ ქრისტეს? რანაირად? მაგრამ ამ ყველაფერს სჭირდება ნებისყოფის გაძლიერება და დისციპლინა. მე მინდა გითხრათ, რომ ალბათ უფროსი თაობის ადამიანები, ვინც აქ ხართ, დამეთანხმებით, რომ თანამედროვე ახალგაზრდებს, ახლა ახალგაზრდები ხოთ გახართ, აქვთ სერიოზული პრობლემა დისციპლინასთან დაკავშირებით და ნებისყოფასთან დაკავშირებით. ძალიან ხშირად აი ჩემთან ვინც არიან მამების დამეთანხმებიან ალბათ და თქვენც იცით ახლა ვისაც ახალგაზრდებთან კავშირი გაქვთ ძალიან ხშირად ხედავ ახალგაზრდას რომელსაც არჩეულიც იცის კიდევაც რა არის სიკეთე არჩეულიც აქვს სიკეთე ანუ უნდა ეს ყველაფერი მაგრამ უნაროა როდესაც ცხოვრებისეული პატარ-პატარა უმნიშვნელო განსასწრებელი ხდება უნარი არ აქვს იმიტომ რომ ნებისყოფა არ აქვს და დისციპლინა არ აქვს გამოსამუშავებელია ეს უნდა გამოიმუშაოთ. აი მაგალითად ძალიან ხშირად ახალგაზრდები თავს არიდებენ სამხედროში წასვლას. მე მესმის ახლა იქ ზოგი პოლიტიკური მიზეზი, ზოგი თulis რომ ეს ჯარი ასე შემდეგ მრავალი მაგრამ მე გეტყვით რუსის ჯარი იყო. ანუ ფაქტიურად ოკუპანტის ჯარი ხო საბჭოებს გულისხმობ. იქ წასვლას კი საოცარი სკოლა იყო ჩვენი ახალგაზრდებისათვის. და ისინი ვინც არ სწავლობდნენ იქ და ზარმაცობდნენ ძალიან ცუდ საკეთებდნენ იმიტომ რომ შემდგომში როცა საქმეზე მიდგა ჩვენ არ გვყავდა მცოდნე სამხედროები აბა გავიხსენოთ მეფის რუსეთის დროს ჩვენი გიორგი მაზნიაშვილი გავიხსენეთ ყველაფერს თავი რო დაანება ეს უძლებელი გენერალი ის განისწავლა და ის არ ფიქრობდა ოკუპანტის ჯარში ვარ და არ ვისწავლე პირიქით ისწავლეს მაგრამ ჩვენ ამ აი სიზარმაცას და უნებისყოფობას მოვიმიზაზებთ ხოლმე და თავს ვარიდებთ თვით აქ ჯარში მსახურებას და ხშირად მოდის ხოლმე ადამიანი რომელსაც არ უნდა ჯარში და რაღაც ალტერნატივებს ეძებს ეს ცუდია კაცისათვის ეს არ არის სწორი და კარგი ასე რომ ჩვენ ეს გვაკლია და ქრისტიანული ცხოვრება ლოცვის სწავლა ღმერთის ძიება საკუთარ თავში და სიღრმეში ხმამაღლა ვიტყვი ძმებოდადებო აბსოლუტურად შეუძლებელია თუ ადამიანს არ აქვს ნებისყოფა და არ აქვს დისციპლინა ეს არის აბსოლუტურად გამორიცხული რომ ადამიანმა შეძლოს პატარა მიახლოებაც კი უფალთან იმდენად დიდი მტერი ყავს ჩვენ საკუთარი დაცემული ბუნების სახით ვერავითარ შემთხვევაში მაგალითი ყველაზე აშკარა სიგარეტის მოწევა რა არის ეს ყველაზე უბადრუკად სისუსტიდან სიმცირიდან და სისუსტიდან გამომდინარე უბადრუკი ცოდვა ყველაზე ადვილად მოსარევი იმას ვერ ანებებთ ხოლმე თავს იმას აღარ ლაპარაკობ იმაზე რომ როგორც არის განკითხვა ანგარება შური და ასე შემდეგ და რადგან ჩვენ ქრისტიანები ვართ ჩვენ ძალიან კარგად უნდა ვიცოდეთ რომ ზნეობის უმაღლესი მაგალითი ხა მე ეს ის თემებია რომელსაც რო ჩავყვე ალბათ დღეს ვერ დავამთავრებ საუბარს მე კი არ დავიღლები მაგრამ არ გამოვა უბრალოდ მე იმის თქვა მინდა რომ ჩვენ ძალიან კარგად უნდა ვიცოდეთ რომ ზნეობრივი მაგალითი უმაღლესი ეს არის ჯვარცმა ღმერთისა და ჩვენი დამოკიდებულება ჯვარცმულის მიმართ ღმერთმა თავისი მოსვლით და
თავისი ამგვარი ცხოვრებით, უკიდურესი კენოზისით, ანუ დამდაბლებით, სიკვდილამდე მორჩილებით და ბოლო ჯვარზე სიკვდილით მოგცა მაგალითი უმაღლესი სიმდაბლისა, უმაღლესი თავგანწირვისა და უსასრულო სიყვარულისა და თითოეული ადამიანი დაწყებული ადამ და ევადან, იმიტომ რომ ჯოჯოხეთში შთახდა და იქაც თავისი არჩევანი გააკეთეს. დამთავრებული უკანასკნელი ადამიანი თვით ანტიქრისტეს ჩათვლითაც კი დააყენა, რა თქმა უნდა ჩვენ შევდივართ ამ ადამიანებში, დააყენა არჩევანის წინაშე. ეს არის პიროვნული არჩევანი, რომელსაც სხვა ვერავინ გააკეთებს თითოეული ჩვენთანგანის გარდა. ეს არის ის არჩევანი, რომელიც ჩემი, შენი და თითოეული ჩვენთანგანის გასაკეთებელია. ეს არის ის არჩევანი, რომლის წინაშეც დადექი, გინდა არ გინდა დადექი. როდესაც ღმერთი მოვიდა და თითოეული ჩვენთანგანისათვის მოკვდა. ამიტომ ამ უმაღლესი გამოვლინება სიყვარულისა და უმაღლესი გამოვლინება თავგანწირვისა და აქედან გამომდინარე უმაღლესი გამოვლინება ზნეობისა გვაქვს რა წინ ვალდებულნი გავხდით, რომ ჩვენი არჩევანი გავაკეთოთ. ან ქრისტესკენ, ან მის გარეშე. ასე რომ ზნეობა გვინდა არ გვინდა და ის იონე ოქროპირის უდიდესი მაგალითი როგორ არ შეეგუა და რა იცით ამჯერ მიფიქრია რომ დღეს რო იყოს იონე ოქროპირი ჩვენ შორის ხშირად მიფიქრია ვაი მას რას უზავდნენ ვინ რას უზავდა ადამიანმა შეიძლება კითხვა დასვას ჩვენ სასულიერო პირები რას უზავდა ჩვენ ერთ-ერთი არ შემილია რომ არ თქვა მე რა ვიცი ხა შეიძლება ვიღაცას ეწყინოს მაგრამ მე არ შემილია რომ ისტორიაა ეს მე არ მომიგონია ღმერთმა იცის ვინ როგორ მიიღებს საკუთარ თავზე მე ჩემს საკუთარ თავზე მივიღებ ამას ჩემს ნაგავს კიდევ ერთხელ დავინახავ ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც იონე ოქროპირი მოიძულეს იცით რა იყო აი შეიძლება იცით ალბათ იცით მაგრამ უბრალოდ კიდევ ერთხელ გავიხსენებ ჩემ თავს გავახსენებ იონე ოქროპირს არ უყვარდა ბანკეტებზე სიარული რომლებსაც სასულიერო პირები მართავდნენ და არ უყვარდა ამ ბანკეტების გამართვა და მას ავალდებულებდნენ რომ ეს გააკეთებინა იგი კონსტანტინოპოლის მთავარ ეპისკოპოსი იყო ანუ ფაქტობრივად პატრიარქი იყო მაშინ ეს ტიტული სიტყვიერად ასე არ გამოითქმეოდა ანუ კონსტანტინოპოლის მთავარ ეპისკოპოსი ანუ იგივე პატრიარქი რამდენ სტუმარ მთავარი ანუ დედაქალაქის ბიზანტიის მთავარი სასულიერო პირი ესე იგი ეს იყო უმაღლესი თანამდებობა გარდა იმისა რომ ეს ეპისკოპოსია წარმოიდგინეთ ესე იგი რამდენ სტუმარს იღებდა და რამდენ სუნდოდა მისი მიპატიჟება და თუ სტუმარს განა არ უმასპინძლდებოდა მაგრამ უმასპინძლდებოდა ბერულად ბერი ხომ არის ეპისკოპოსი ბერულად უმასპინძლდებოდა და თვითონ არ უყვარდა ამ დიდ წვეულებებზე მისვლა და ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც მოიძულეს ამ პარტავანია არ გკადრულობს და ასე შემდეგ იყო ეს ვინც მისი ცხოვრება იცით რა შორს არის წმინდა იონე ამ პარტავნებისაგან ვიღაცა არ იკადროს ეს იყო ადამიანი რომელიც იყო სავსე ქრისტეთი შეიძლება ითქვას რომ ეს იყო ადამიანი რომელიც ქრისტეს გარდა ვერაფერს ხედავდა ეს იყო ადამიანი რომელიც ქრისტეს შეიძლება ასე ითქვას მე-13 მოციქული იყო და ყველა ღირსეული მე-13 მოციქულია ხო ესე შეიძლება ითქვას წარმოგიდგენიათ აი ქრისტესთან ვიყოთ ქრისტესთან ანუ იესო კაცთან რომლის თვალებიდან თავად ღმერთი იმზირება და შენ გახსოვდეს რაიმე კი მესმის ახსოვდათ მოციქულებს შიში ახსოვდათ სიკვდილი ახსოვდათ ანგარება ახსოვდათ მიწიერი კეთილდღეობა ახსოვდათ მაგრამ როდესაც ისინი სულიწმინდით განიბანენ და განათლდნენ მე ხომ აღარ ახსოვდათ თლად ახსებულნი იყვნენ ქრისტეს მადლი და ჩვენ ხომ ესეთნი ვარ რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელ გვიღებიეს ქრისტე ხომ შეგვიმოსიეს და რადგან შეგვიმოსიეს რას ნიშნავს ეს თუ არა ის რომ ახსებული უნდა იყო მადლი და ვინ და წმინდა იოანე პატრიარქი ეპისკოპოსი მაგრამ ბერი აი ესე მოიძულეს ერთ-ერთი მიზეზი მოძულებისა ეს იყო ამიტომ რას უზავდნენ დღეს რას უზავდნენ სასულიერო რას ვუზავდით ჩვენ დღეს მას რა დამოკიდებულება გვექნებოდა მისდან ხიბლშია ამპარტავანია არ უკადრულობს ეგ ვინ არის და თუ მოგვეცემოდა შესაძლებლობა გადასახლებას არც ვაკმარებთ მაგრამ ეს ყველაფერი უკავშირდება ჯვარს წმინდა იონე ოქროპირის ცხოვრება იყო გზა ჯვარი ჯვარსახოვანი ასე ვთქვათ
ჯვარსახოვანი გზა იყო და აქედან გამომდინარე შემთხვევითი არ არის რომ იგი სწორედ ჯვრის ამაღლების დღეს გარდაიცვალა და გარდაიცვალა როგორ სიტყვებით ხო იცით დიდება და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის და დაგვიტოვა მაგალითად თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ როგორ უნდა მოვკვდეთ როგორ უნდა უერთგულოთ ადამიანად მოსულ ღმერთს ხოლო ჯვარი რომლის ხსენებას დღეს არის ჯვარი ჩვენ ვიცით რისი სახეა უпроსტორად არ ვიცით მაგრამ ვცდილობთ გამოვთქვათ იმიტომ რომ ჯვარი საიდუმლოებაა და როგორ შეიძლება იგი გამოითქვა ძალიან მოკლედ ჯვარი ეს არის უმაღლესი და უსასრულო სიმდაბლე იმიტომ რომ ღმერთი დამდაბლდა ღმერთი სამყაროს galaktikების შემოქმედი მოვიდა და დაგენახა ჯვარი ეს არის მორჩილება უკიდურესი მორჩილება მამისა მაგრამ ნახეთ როგორ მორჩილებას იჩენს უფალი მამის მორჩილებით შენ გემორჩილება ფეხებს გბანს გაცემინებს განერწყვებინებს და გაკვლეინებს თავს რატომ? იმიტომ რომ შენ გინდა ეს რა საოცრებაა წარმოიდგინე შენ გინდა შენ გეგონა რომ შენ კარგი იყავი შენ გეგონა რომ და ისე გეგონა რომ კარგი იყავი და ისე გეგონა რომ ღმერთი გინდოდა და ღმერთს ეძებდი რომ ვერაფერი ვერ დაგარწმუნებდა ვერც მოსეს ჯული ვერც წინასწარმეტყველები ვერაფერი რომ ვერ დაგარწმუნა ქრისტემ ვერანაირი გამოცხადებით ვერანაირი მოციქულის და წინასწარმეტყველის მოვლენებით თვითონ მოვიდა და ის ვინც არის ღმერთი ადამიანად დაგენახა ადამიანურ ბუნებას ხედავ მაგრამ ვის ხედავ პიროვნულად ღმერთს ხედავ პიროვნულად ადამიანს კი არ ხედავ პიროვნულად ღმერთს ხედავ რომელსაც ადამიანური ბუნება აქვს და ჩაგივარდა ხელში და აჰა რაც გინდა ის უქენი აბა გამოხატე შენ ხომ დიდი ხარ შენ ხომ ღირსეული ხარ შენ ხომ კეთილი ხარ შენ ხომ შეგიძლი შენ ხომ ღმერთი გინდა აჰა მოვიდა ღმერთი და რა უქენით ნახეთ როგორი მორჩილება თავი დაგაკვლეინა და თქვენ გონიათ ეს 2000 წლის წინ მოხდა ან მე უნდა მეგონოს ესე ჩვენ არ უნდა გვეგონოს ესა რომ ეს 2000 წლის წინ მოხდა ჩვენ როგორ ვექცევით მას დღეს ჩვენს გულში რა დამოკიდებულება გვაქვს ჩვენს მიმართ ამიტომ ჯვარი მორჩილება არის მისი მორჩილება და ამავე დროს ეს თავგანწირვა უსასრულო დამცირება ცინიზმი ტანჯვა სიკვდილი კიდევ 1000 უბედურება და რაც თავარია სიყვარული და რაც თავარია თავისუფლება როდესაც პიროვნულად ღმერთი გახდა ადამიანი კი არ დაემორჩილა ადამიანურ ბუნებას და მის ტკივილებს და მის ადამიანურ ნებას კი არ დაემორჩილა არამედ დაიმორჩილა ჩვენთვის სავალდებულო გაკვეთილია დავიმორჩილოთ ჩვენი ნება ადამიანური და მიუძღვნათ ღმერთს ჩვენ ამას ვევედრებით ყოველდღე მამაო ჩვენოში იყავ ნება შენი ჯვარი იმდენად თიადი საიდუმლოებაა რომ უბრალოდ შეუძლებელია მასე იოტისოდენად მაინც რაღაცა თქვა ისე რომ უსასრულო საიდუმლოებას რომელიც ჯვარია რაიმე დააკლდეს მაგრამ ორიოდე სიტყვით შეიძლება თქვათ ის სახარება რომელიც სახარება გვაწვდის ჩვენ ამას თქვათ თუნდაც დღევანდელი და გუშინდელი ცისკრისა და გარკვეული ამონარიდები ამოგიკითხოთ ამ სახარებიდან გუშინდელი და დღევანდელიდან და ეს იოანეს სახარება მე-12 თავი და ასევე მე-19 თავი მამაო ადიდე ძე შენი ეს ქრისტეს სიტყვებია დიდებაზე საუბრობს მოიწია მისა ხმას ეცით და ვადიდე და კლავაცა ვადიდო როცა საუბარია დიდებაზე აქ საუბარია მის ჯვარცმაზე შემდგომში ამაღლებაზე და ამაღლება ვადიდე ანუ განდიდებულია ადამიანი ქრისტეში განდიდებულია ღმერთში ადამიანი განდიდებულია როცა იშვა მაგრამ კლავად ვადიდო აქ საუბარია მის საბოლოო განხრთობაზე ეს იმდენად მნიშვნელოვანია რომ სულიწმინდა რომელიც ჩვენს პიროვნულ განღმრთობას განაპირობებს სულიწმინდა ღმერთი რომელმაც მოგვიტანა ყოვლა წმინდა სამების მადლი და რადგან სულიწმინდა მოგვიტანა ამიტომ ჩვენ სულიწმინდის მადლს უწოდებთ თორე სულიწმინდას მადლი და ძის მადლი და მამის მადლი ერთ და იგივეა ეს მოხდა მხოლოდ მაშინ და ამის ღირსი ადამიანი გახდა მხოლოდ მაშინ როცა ადამიანური ბუნება განიღმრთო სრულად როცა ამაღლდა ეგიზესაც ამას წმინდა წერილი პირდაპირ გვასწავლის რომ სულიწმინდა არ იყო მოცემული იმიტომ რომ უფალი არ იყო განდიდებული სრულ დიდებაზეა საუბარი და ეს ყველაფერი ამ ყველაფერში ჯვარცმას უდიდესი როლი აქვს ეს არის სრული კიდევ ვიმეორებ ის თავგანწირვა და სიყვარულის გამოვლენა შემდეგ განაგზობს წმინდა წერილი რომ აწარს სასჯელი ამას სოფლისა აწმთავარი იგი ამას სოფლისა განვარდეს გარე რა სასჯელზეა საუბარი ხშირად არ ესმით ხოლმე და
ქრისტეს ჯვარცმით დაისაჯა სოფელი და თავარი ამ სოფლის ანუ ეშმაკი გავარდა გარეთ და ადამიანები ხშირად ეღიმებათ ხოლმე სად გავარდა კაცო ეშმაკი არ მართავს ყველაფერს მე წმინდა წერილში არ მიწერია რომ თავადი ამ სოფლისა სატანაა და როგორ დაისაჯა მე ვერ ხედავ მას დააჟის პირიქით ანტიქრისტას მოიყვანს აქ საუბარია უპირველეს ყოვლისა იმაზე რაც შენს გულში აღესრულება როდესაც ჩვენ წმინდა წერილს ვკითხულობთ უპირველეს ყოვლისა უნდა მივაქციოთ ყურადღება ჩვენს გულს აი ხშირად მithქვავს სადაც კი ნახავ იერუსალემს ფსალმუნებში როგორ წესი იგულისხმება შენი გული და ნახეთ სადაც კი იერუსალემს ნახავ იმ წამსვე მითითება გონიერი ლოცვაზე ანუ როგორ ისწავლო ლოცვა დააკვირდით ფსალმუნების წიგნს ყოველ შემთხვევაში მე ხლა რო არ შემეშალოს თავს არ დავდებ მაგრამ უდიდესი უმრავლესობა სადაც იერუსალიმია ფსალმუნებში გამოყენებული ეს სიტყვა ამიტომ სულიერად უნდა შევხედოთ ჩვენ წმინდა წერილს და ამ შემთხვევაში როცა საუბარი აქვს სასჯელი ამას სოფლისა ის არის რომ ადამიანები როგორც გითხარით არჩევანის წინაშე დადგან თითოეული ადამიანი რომელიც გაიგებს ერთხელ მაინც ცხოვრებაში რომ ღმერთი არის რომელიც იწოდება სიყვარულად და შენთვის ადამიანად მოვიდა და მოკვდა ერთხელ მაინც ყურს რომ მოკრავს სადაც არ უნდა ცხოვრობდეს ის იმ წამსვე მომავალი სასჯელის წინაშე სამსჯავროს წინაშე დგას უკვე ერთხელ მაინც რო გაიგო იმიტომ რომ ის აუცილებლად პასუხს აგებს იმაზე რომ გაიგო და არ დაინტერესდა და ჩვენ რაღა ვთქვათ როცა გავიგეთ შესაბამისად თითქოს და ვცხოვრობთ მაზიარებლები ვართ მაგრამ ბოლომდე ვერ ვერდგულებთ ამიტომ ეს არის სასჯელი როცა ჩვენ დგებით განჯის წინაშე და შემდგომში ეს უკვე საშინელ სამჯაროში გადაიზრდება ხოლო თავარი ამ სოფლისა განვარდა გარეთ განვარდა ჩემი გულიდან მაგრამ მას შეუძლია ჩემს გულში იყოს ოღონდ მხოლოდ იმ პირობით როცა მე მას ნებას ვაძლევ და ვაიჩვენ ქრისტიანებს ათალღებულებს რომ ჩვენ მას ნებას ვაძლებთ და ის ჩვენთან შემოდის და როგორ ვაძლებთ ამაზე ბევრი გვისაუბრია მეოდეს აუმაღლდე ქვეყანით ყოველნი მოვიზიდნე ჩემდა ხოლო ამას რა იტყო და აუწყებდა რომლითა სიკვდილითა ეგულებოდა სიკვდილად როცა აუმაღლდე ყველას მივიზიდა და ამას რო ამბობდაო თავის სიკვდილს გულისხმობდაო ნახეთ ამაღლებაში რა იგულისხმება უპირველეს ყოვლისა ჯვარცმა ყველა მოვიზიდეს რას ნიშნავს ეს ნიშნავს იმას რაც ხშირად გვითქვავს რომ ხარ რა ქრისტიანი უბრალოდ რელიგიური ადამიანი კი არ ხარ რომ ღმერთ მუსულმანი ვით რომ ღმერთის კანონებს ასრულებ და აბა ღმერთი შენი მეგობარია და შენ ღმერთის მეგობარი არამედ ერთგული ხარ ჯვარცმულისა ანუ იმ გზას გადიხარ რაც ქრისტემ გაიარა ანუ გოლგოთაზე უნდა ახვიდე იმიტომ რომ მოვიზიდე ჩემდა გავალდებულებს როგორ გავალდებულებს არა ძალადობით არამედ სიყვარულის კანონით როგორ შენთვის მოვიდა მისი წარმოგიდგენიათ ქრისტეს რო შეეხედა რა ვინ გიყურებს და როგორ გიყურებს მე ხშირად მithქვავს ხოლმე მოციქულებს ყველა შეეშინდა მათ შორის ივანემ ვერ დატოვა განა იმიტომ რომ არ შეეშინდა არამედ იმიტომ ვერ დღესაც წავიკითხეთ სახარებაში გოლგოთაზე იდგა და რო ვერ დატოვა ამის გამო გახდა ღირსი ღვთისმშობლის შვილობისა იმიტომ ვერ დატოვა რომ ვერ დატოვა შეუძლებელი იყო მისთვის მან დაინახა ისაც დანარჩენმა მოციქულებმა ჯერ კიდევ ვერ დაინახეს მის თვალებიდან იესოს თვალებიდან ადამიანი არ იმზირება უბრალოდ მისი თვალებიდან იმზირება ღმერთი ყოვლის შემძლე და ამავე დროს სიყვარული სრულყოფილი სიყვარული მე არ ვიცი აი ადამიანი რომელიც სიყვარულით შემოქმედავს ან თუნდაც ბავშვის ჩვილი ბავშვის თვალებით ან რომელიმე წმინდანის სურათი თუ გინახავს როგორ მოქმედებს ეს გულზე და წარმოგიდგენიათ ქრისტეს თვალები რას გამოიწვევდა ჩვენში მას ისო დაგვენახა ამიტომ იონე ვერ ტოვებს მაგრამ მიუხედავად იმისა რომ ჩვენ აქ ვართ და არა მაშინ 2000 წლის წინ ჩვენ შეგვიძლია ქრისტეს თვალები დავინახოთ ოღონ არა ხორცელი თვალით არამედ გულის თვალით თუმცა მაშინაც კი როდესაც იოანე დაინახა მას ხორცელი თვალით არ დაუნახია იმიტომ რომ ხორცელი თვალით ხო იუდას უყურებდა იოანემაც გულის თვალები დაინახა მაცხოვრის თვალებიდან გამომზირარე უსასრულო სიყვარული მე აქ არის საოცარი ადგილი წმინდა წერილში ესე იგი სიკვდილზე ხო საუბრობს და მიუგო მას ერმანმა და რქვა ჩვენ გვასმიეს ჯულისაგან ვითარმეთ ქრისტე უკუნისამდე ეგოს და შენ ვით არ იტყვი ვითარმეთ ჯერ არს ამაღლება ძისაკაცისა ვინ არს ესე ძესაკაცისა ნახეთ რა უცნაური სიტყვებია ჟული იციან ჟულისაგან ჩვენ ვიცით ასე და შენ რაღაც სხვა რამეს გეუნები რაზე გველაპარაკები საერთოდ რა ამაღლებაზე რა ძეკაცისაზე რა ხდება
ჯერ ის აქ მაგარი მზაკრობაც არის, დეკასისა ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ეს არის მესია, ქრისტე, მაგრამ მათ ისინი ფიქრობდნენ, რომ ის მარადიულად იქნება, ეცოდნათ ჰქონდათ, მაგრამ ვერ ხვდებიან. სჯულით, ანუ სჯულით აკრიტიკებენ ქრისტეს, სჯულით რომელიც ქრისტეზე მეტყველებს. ეს რატო დაიწერა ჩვენთვის? ხშირად მithქვავს. რა, იმიტომ დაიწერა, რომ ისტორია ვიცოდე, როგორ მოექცენ ქრისტეს? ეს ჩვენთვის და შენთვის დაიწერა. იმიტომ რომ ჩვენს გვაქვს ჩვენი სჯული, რელიგიური და ჩვენი სჯულით ხშირად გაამაყებული და გაამპარტაუნებული ვფიქრობთ, რომ ჩვენ ქრისტე ვიცით, მისი ერთგულნი ვართ და მას არ უღალატებ და მას დავინახავთ და მას გავყო. მაგრამ ამავე დროს შეიძლება ესეც არ იყოს. იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ სჯული გვიპყრიას, შეიძლება ვერ დაინახო ქრისტე, ვერ მიხვდე. როგორ ვერა ამაო ვიცი, აი ხატზე ვცნობ ადამიანი იტყვის. ან თეორიულად მაინც იცის, წაკითხული აქვს, არა. ქრისტე უნდა დაინახოს სხვანაირად ჩვენ ცხოვრებაში. გახსოვთ საშნელი სამჟავა. რატო დაისაჯენ ის ადამიანები წარმოდით წეულნო, გახსოვთ რა საშნელი სიტყვებია მარცხნივ. რატო? რა, იმიტომ რომ მართლა ვიღაცას არ დაეხმარენ უბრალოდ? განაღმერთი არ გაპატიებს თუ ვიღაცას ვერ დაეხმარენ? წარმოგიდგენიათ, რა სასტიკი გამოდის ღმერთი, ვიღაცას ვერ დაეხმარენ, ნუ გამოიჩინე სულ მოკლეობა, თქვა. აი ვიღაცას არ დაეხმარე, ვიღაცა ვერ ნახე ციხეში, ვიღაცა ავტყოფი ვერ მოინახულე. რამდენია ჩვენ შორის ესეთი? მე ვარ ესეთი. აგე რამდენიმე ძახის, მაგრამ ვერ მივდივარ. ესე იგი, რა გამოდის, რომ ესეთ რაღაც ეს ღმერთი ისეთი ღმერთო შემიდი ამ სიტყვისათვის გულბოროტია, რომ ესეთ რაღაცებს არ გაპატიებს. არ არის ეს მარტივად საქმე. ან უბრალოდ ღმერთი ცხონება არ ცხონებას უბრალოდ ზნეობრივი ცხოვრების წესით მიხედვით განაპირობებს? არა. უბრალოდ შენს ცხოვრებაში ქრისტეს დანახვის უნარი უნდა გქონდეს. თითოეული ადამიანი ქრისტეს ხატია. შენ უნდა დაინახო თითოეულ ადამიანში ქრისტეს ხატი, თორე ეს თუ ვერ გააკეთე, მაშინაც ვერ დაინახავდი, იმიტომ რომ ქრისტეში ღმერთი, იმიტომ რომ ქრისტე ღმერთის ხატი იყო. შენ ხატის ხატი ხარ და თუ ხატის ხატი ვერ დაინახე, თავად ხატსაც ვერ დაინახავ, ეს არის პრინციპი ქრისტიანობის. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ვიცოდეთ, იმიტომ რომ ჩვენ შეიძლება ვერ ვიცნოთ ქრისტე. თითოეულ ჩვენთაგანთან ერთმანეთთან ურთიერთობაში. და შემდგომში უფალი საუბრობს, რომ განუმარტავს თუ რა ხდება, რატო ვერ ვიცნობთ. მცირედ ჟამ ნათელი თქვენთან არის. ვიდოდეთ ვიდრე ნათელი გაქუსღა. რათა არა გეწიოს თქვენ ბნელი, რამე თუ რომელი ვალ ბნელსა არა უწყინ, ანუ არ იცის ვიდრე ვალ, ანუ არ იცის საით მიდის. ვიდრე ნათელი გაქვთ, გაქუსღ წმენი ნათელი, ნათელზე საუბრობს. მაგრამ აქ არის ერთი ძალიან საინტერესო სიტყვები. ნათელი გასაგებია, რომ ქრისტე ნათელია, ჩვენ ნათელღებული ვართ, მაგრამ ეს ნათელი ცოტა ხანი თქვენთან არის. ყოველ შემთხვევაში იქამდე სანამ უფალი ინებებს, მოდი ესე ვთქვა. ჩვენ რწმენა რომ მოგვეცა, სადმე ხო არ გვიპოვია, ხო არ წავედი და აჰა მე არა ვარ მორწმუნე, ახლა უნდა გავხდე მორწმუნე, წავედი, ავიღეთ, ჩავიდეთ და გავხდი მორწმუნე, ესე ხომ არ არის, ხო გვებოძა. და თუ დაკარგე, შეიძლება ვერ მიიღო, რამდენი ყოფილა ესეთი დაუკარგავს და ვეღარ მიუღია. ეს არის ის ნათელი, მაგრამ ეს ნათელი ესე ხილულად, ხელმოსაკიდად ჩვენთვის არაჩანს, აქაც ჩანს. ვიდრე ნათელი გაქვთ, სანამ ნათელი გაქვთ. გაქვს ნათელი. ნათელღებული ხარ, მირონცხებული ხარ, მაზიარებელი ხარ, აქ დგახარ საათობით, ჩემს ამდენ ლაპარაკს უძლებ, ესე იგი ნათელი გაქვს, მაგრამ უფალი უცნაურად ამბობს, ვიდრე ნათელი გაქვს, გწმენი ნათელი, ანუ გწამდეს ეს ნათელი. ეს რას ნიშნავს, იცით? ეს იმას ნიშნავს, რომ კი გაქვს, მაგრამ ის რომ შენ შეინარჩუნო და შენ რომ ის შენში დაინახო, რწმენა გჭირდება, მას ესე ხელმოსაკიდად ვერ ჩაავლებ ხელს. და რწმენა, რა არის რწმენა? რწმენა არის საჩუქარის და ღვაწლიც ერთდროულად. როგორც უფალი ამბობს, მე იმას წამვარ, ვინ ჩემ ცნებებს აღასრულებს. ამიტომ ძალიან გასაფრთხილებელია და ნაყოფით შესაბამისია, თუ გწამს ნათელი, რომელიც გვაქვს, მაშინ ვიცით, საითკენ ვიაროთ. მე გეტყვით, ჩემ თავზე პირველ რიგში და ზოგადადაც. ადამიანი შეიძლება იყოს აღსარებელი, მაზიარებელი, ყველა წესების და კანონების აღსრულებელი, სასულიერო პირიც კი, მოციქულიც კი შეიძლება იყოს, მაგრამ არ იცოდეს საით მიდის. მოციქულის მაგალითი იუდაა, ვიცით. ხოლო სასულიერო პირების მაგალითი, წეღანაც მოვიყვან, როცა იონა ქროპერძევ საუბრობდით. ასე რომ შეიძლება ადამიანს ყველაფერი გარეგანი ატრიბუტიკა ჰქონდეს ქრისტიანობისა, მაგრამ არ იცოდეს საით წავიდეს. მე უბრალოდ აღარ დავაკონკრეტებ, მაგრამ ეს ისეთი სცენია, იგივე ჩვენს ეკლესიაში მოდებული. მე ხშირად მიფიქრია ხოლმე, რომ და თუ რამე გვიშველის და თუ რამე გამოგვიყვანს ამ მდგომარეობით და როცა ადამიანები თვით სასულიერო პირებიც კი ვერ ხვდებით სად არის
სავალი გზა და ეს გზა თავად ქრისტეა. და კიდევ ერთი საინტერესო სიტყვებია მიუგე სურიათა და ანუ რას ნიშნავს რელიგიურმა ადამიანებმა ჩვენთვის დაიწერა რელიგიურმა ადამიანებმა ზედმიწევნით აღსრულებელმა ჯულისა მიუგე სურიათა და ქვესმას ჩვენს ჯული გვაქვს და ჯულისა ჩვენისაებ თანაც სიკვდილი ეს დღევანდელ სახარებაში ხედავთ იმის ჯულით რომელიც ღმერთისაგან მომეცა მე შემილია ქრისტეს სასიკვდილოდ გავწირო დღეს რანაირად დღეს იმნაირად რომ მართალია მე სიტყვით ქრისტეს ვერ გავწირავ, უბრალოდ ჯულში შედის ეს, მაგრამ ადამიანს ქრისტეს სახელი, როგორც იოანე გაწირეს მღვდელმთავრებმა და პატრიარქებმა, ასევე იწირებიან დღეს და თქვენ გადახედეთ წმინდანების ცხოვრებას, ყველა წმინდანის ცხოვრებას როგორც წესი უდიდესი უმრავლესობა ყოველ შემთხვევაში, ყველა დევნული, ყველა ხიბში, ყველა ავადმყოფი, ყველა საცოდავი და ასე შემდეგ, ასეთი განმარტებები ეძლებოდათ ამ ადამიანებს, იმიტომ რომ ეს არის სწორედ ის პრობლემა, რაც აქ წერია, ანუ მორწმუნე ადამიანის თავისი ჯული აქვს და ძალიან კარგია, ჩვენს ჯული გვაქვს. ეს ჯული საკუთარ სიმართლედ იქცევა, ჯულისა ჩვენისაებ. ხო, ღვთის სიტყვა ხო ძალიან ღრმა არის. ჯერ ამბობენ რომ ჩვენ გვაქვს ჯული, ღმერთისაგან მოცემული და მე ამ ჯულს ნახე რას წოდებენ ჯულისა ჩვენისაებ. ანუ ეს ჯული მოიგეს და თავისად გაიხადეს. იცი როგორ დღეს შეიძლება მოვირგოთ ერისკაცებმაც და სასულიერო პირებმაც ქრისტეს ჯული და აი მორგებული ჯულით ქრისტეს სახელით მართალი ადამიანი ვდევნოთ. უამრავი მაგალითი იყო. ისტორიულად შუა საუკუნეებშიც, დავითი აღმაშენებლის დროსაც და დღესაც. თუნდაც საქართველოში. და სიკვდილის ღირსიაო. და მიზეზი კიდე აქაც კარგად ჩანს. როდესაც რატო დაემართათ ეს მღვდელმთავრებს? თვითონ ამბობენ, სიტყვითა შენითა განმართლდე, სიტყვითა შენითა განისაჯო. ყოველი სიტყვისათვის პასუხს აგებ, ქრისტეს სიტყვებია. ნახეთ, როგორ ას ამბობენ მღვდელმთავრები. მიუგეთ მღვდელმთავართა მათ და რქვეს, არა გვივის ჩვენ მეუფე გარნა კეისარი. და ამით ფაქტურად წერტილი დაუსვეს საკუთარ თავს. კეისარი ეს არის სწორედ სიმბოლო ამა სოფლის სულის მეუფებისა. ამ შემთხვევაში და თუ შენ სულში მეუფებს ამა სოფლის სული და არა ქრისტეს სული და ქრისტეს სულის მეუფება რო პრობლემაა ჩანს პავლე მოციქულის სიტყვებში რომ ვისაც სული ქრისტესი არ აქვს იგი არ არის მისი და ამას ქრისტიანებზე ამბობს ეს ნიშნავს იმას რომ შესაძლებელია და ძალიან დიდად შესაძლებელია ჩვენში მეუფებდეს ამა სოფლის სული ანუ სული კეისრისა რომელიც არ მოგცემს საშუალებას რომ შენ ქრისტეს შეიცრო შენ ცხოვრებაში და მიუხედავად იმისა რომ აღსარებელი და მაზიარებელი და თან შეიძლება სასულიერო პირიც იყო მაინც ქრისტეს ყველად ჩამოყალიბდები ეს არის ის რაც მე ჯვართან დაკავშირებით მინდა და მეთქვა და მე მინდა ახლა ზნეობა და ჯვარი დაუკავშირო ჩვენ სამშობლოს იმიტომ რომ დღეს დაეცა სოხუმი დღეს მრავალი ქართველი მოწყდა მრავალი ღმერთმა აცხონოს ყველა მათგანის სული მაგრამ უბედურება ის არის რომ მიუხედავად იმისა აი მე მინდა რომ თელ სამყაროში ვიყვირო ხოლმე მაგრამ მე ვხედავ რომ არის სერიოზული პრობლემა არავინ არ უკავშირებს იმას რომ ჯურის დღესასწაულზე დაიწყო აფხაზეთის ომი ჯვრის დღესასწაულზე მოხდა სოხუმის დაცემა და იონე ოქროპირის ხსენება ამ ზნეობის ქადაგებლისა რომელიც აფხაზეთში არის გარდაცვლილი ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია და გვინდა არ გვინდა უკავშირდება ჩვენ სამშობლოს რომელიც რა თქმა უნდა ხატია ჩვენი ზეციური სამშობლოში და სამშობლოსი მამულისა და მამულის სიყვარული რო ქრისტიანებისათვის ეს ერთ-ერთი ნიშანია მათი სწორი ცხოვრებისა მით უმეტეს ჩვენ მამულზეა საუბარი ჩვენ ქრისტიანული მამული გვაქვს ჩვენი წინაპრები ჩვენ და წმინდანები ეკლესიისა სინონიმებია იმიტომ რომ თავად უფალს მამა ენატრება მოდი ესე ვთქვა ხო როცა ის ლოცულობს იგივე გეციმანის ბაღში იგივე მის სამღვდელმთავრო ლოცვაში მამა და მამული მამიდან მოდის ამიტომ თითქოს ქრისტეც კი გვასწავლის რომ სამშობლო უნდა გიყვარდეს რომელიც არის ხატი ზეციური სამშობლოს და მაგრამ რა არის სამშობლო რა არის სამშობლო ჩვენ ხო ვიცით რომ ქრისტეს და წმინდა წერილის და ქრისტიანული მოძღვრების დამახინჯება შეუძლია ადამიანს და სიყვარულის და ზნეობის და თავისუფლების და მამულს ვერ დაამახინჯებს რა არის სამშობლო ზოგი ფიქრობს რომ ეს არის მიწა კი ბატონო მიწებს დღესაც გვართმევენ მაგრამ ის არ არის მარტო მიწა მაგალითად რატომ არ უკარგავთ სამშობლოს მასშინ როდესაც გვართმევენ ჩვენს ეროვნულ კულტურას გადახედეთ რა მწერლობა გვაქვს დღეს
მე ახლა გვარებს არ ჩამოვთვლი იმის გამო რომ ეგება იმ ადამიანმა რომელიც შემთხვევით შეიძლება ამ სიტყვებს ისმენდეს შეინანოს და გვარშო გამოვაცხადებ გაბრაზდება კატასტროფული სიტუაცია რეებზე წერენ და რას გვიტენიან სულში და გულში და როგორ არის წამოწეული და ზეობა ამგვარი მწერლებისა როგორ პრეზენტაციებს უკეთებენ მათ წიგნებს თელ სასწავლო დაწესებულებებში და როგორ ყვნიან ქართველ ახალგაზრდებს ყვნიან რითი წერენ სექსუალურ აღვირახსნილობაზე რომელსაც არ უწოდებენ აღვირახსნილობას ინცესტის ცოდვაზე ადამიანის რაღაც ქვენა გზნობებზე და ანატომიურ აშიშულებენ და წმინდანებს ბილწავენ აი ამ ყველაფერთ ამგვარი და როგორი მხატვრობა და როგორი ხელოვნება და როგორი რა ხატრობის და როგორი ხელოვნების პოპულარიზაცია ხდება უცხოეთში უბრალოდ ეს ყველაფერი ერთად დაგროვდეს და თუნდაც ტელევიზორში აჩვენონ ხალხს გული გაუსკდება ქართველებს და გამოფხიზდება მაგრამ არ გვაჩვენებენ ეს ყველაფერი შენიღბულად მოქმედებს იმითათვის რომ შენ მიწას მისტირი და უნდა მისტიროდე მაგრამ ამ დროს უფრო მთავარს კარგავ ქართულ კულტურას ტრადიციას ზნეობას რწმენას კარგავ და ცრუ იდეალებს გთავაზობენ და სხვათა შორის დღეს ჯვრის ამაღლების დღესასწაულია და არ უნდა დაგვავიწყდეს ჯვრის ამაღლება სად მოხდა გოლგოთაზე და გოლგოთაზე სანამ ჯვარის ამაღლება მოხდებოდა იქ იყო ტაძარი მთელი 3 საუკუნის განმავლობაში როცა ქრისტიანობა იდევნებოდა ეს იყო ვენერას ტაძარი ანუ ეს იყო ესე იგი სიძვის მიერ სიამოვნებათა ფარველი ანუ გარყვნილების სიძვამრუშების ფარველი ღმერთის ტაძარი იდგა რა სიმბოლურია გესმით როგორ თავხედი ეშმაკი ნახეთ რომ სად დადგა გოლგოთაზე შემდეგ ის დაირღვა და ჯვარი აღიმართა რატო ვერ იტანენ ჯვარს გახსოვთ ცოტა ხნის წინ ჯვრებს ოთხრიდან საქართველოში და რატო ეს შემთხვევით კი არ არის ეს ის სულია ის გარყვნილი უზნეო და სიძვის მიერი სულია რომელიც ჯვარს ვერ იტანს იმიტომ რომ ჯვარი მისი დამარცხებელი არაღია ეშმაკ ძალიან კარგად ახსოვს როგორ დაამარცხა მაგრამ ქრისტიანობა უძლებელია 300 წელი თითქოს იქ ვენერას ეს გარყვნილების ტაძარი იყო სუფევდა და ბატონობდა მაგრამ სინამდვილეში ქრისტიანობა ღრმად და ღრმად იდგავდა ფესვებს იმ 3 საუკუნის განმავლობაში და როგორ ამოხეთქა ხომ დავინახეთ და როგორ ესე იგი აღიმართა ჯვარი ამიტომ ჩვენ დღეს იგივე აფხაზეთის მაგალითი მახსენდება რა არ გეცნობათ არ გული რაღაცას არ გეუნებათ როგორ ცხოვრობდით ჩვენ საქართველოში და მათ შორის აფხაზეთში და რა დროს დაიკარგა რომ ჩვენი ცხოვრების წესით სრულად საქართველოში ვუარყოფთით ჯვარს განა ეს ნიშანი არ არის ამისი ასე რომ იმისათვის რომ ჩვენ ქრისტიანები გვერქვას იმისათვის რომ ჩვენ წმინდა იონოქროპირის წირვას ღირსეულად ვეზიარებოდეთ იმისათვის რომ ჩვენ ვაცნობიერებდეთ რომ ჩვენი ზნეობა საიდან მოდის და იმისათვის რომ ჩვენ კარგი მამულიშვილები ვიყოთ საჭირო არის უფლის ერთგულება რომელიც არის ჯვარცმული და რომელიც ითხოვს სწორედ მისდამი აი ეს ამგვარ თავგანწირულ ერთგულებას ითხოვს იმიტომ რომ ის კანონი რომელიც არსებობს სამყაროში და სამყარო ესეთია და სხვა სამყარო არ არის ის კანონი თავისთავად ითხოვს როგორც მიზიდულობა არსებობს ვერაფერს ვერ უზავ მიზიდულობას რაც არ უნდა გააპროტესტო მიზიდულობა არსებობს ასევე არსებობს ეს ზნეობრივი კანონი, რომელიც გეუბნება, რომ ადამიანი მხოლოდ მაშინ არის ამ სიტყვის დიდი გაგებით ადამიანი, როდესაც მას შეუძლია თავგანწირვა და სრულყოფილი სიყვარული. და როცა მიისწრაფის იგი აქეთკენ და ამის მაგალითი ჩვენ გვაქვს ადამიანად მოსული ღმერთი. ანუ თუ ჩვენ არ გავხდებით ქრისტეს მიმდევარი და თუ ჩვენს ცხოვრებას, მთლიანად ჩვენ არსებას ქრისტე არ შეავსებს, მაშინ ყოველი ჩვენი სიტყვა წარმოთქმული სამშობლოზე, ზნეობაზე, ჩვენს ქრისტიანობაზე, რელიგიურობაზე იქნება ამაო და არაფრის მომცემი. მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ უფალი არ გვტოვებს რა, იმედი მაქვს თითოეული ჩვენთაგანისა, ჩვენი არადაცემული ბუნების, არამედ ჩვენი პიროვნული არჩევანისა. იმედი მაქვს ყოველი ქართველისა და საქართველოში მცხოვრები ყოველი ადამიანისა, რომ ბოლოს და ბოლოს შესმენილი იქნება სიტყვები უფლისა, რომელიც ესე ძალუმად ისმის დღეს საქართველოში, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ქრისტეს მიმდევრები, ჭეშმარიტი ქრისტიანები. და მაშინ ყველაფერი ღირებულება, რომელიც აი ამ საოცარ სიტყვებშია, სამშობლო, ზნეობა, ჯვარი, სიყვარული, ერთგულება, თავგანწირვა, თავისუფლება, მამული, ყველაფერი ეს ჩვენში შეისხავს ხორცლი. და ეს იქნება დასაწყისი და დასაბამი ჩვენი მარადიული სიცოცხლისა ერთმანეთთან ერთად და უფალთან ერთად და ყოველ წმინდათან ერთად, წმინდა იონე ოქროპითან ერთად
ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.